მოგესალმებით. მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და საჯარო გაშლა. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. შევიჭრიდოთ თქვენთვის სასურველი ადამიანების რეალობაში ახლა. ავიღოთ ზოგადი ინფორმაცია. და ხო, რა უნდა გითხრათ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისათვის. იმისთვის რომ არ არღვევთ სამყაროს ბალანსს, იმისთვის რომ გვაქვს ჰარმონიული ურთიერთობა მე და თქვენ. ეს უფრო და უფრო მეტად იკვეთება, უფრო და უფრო მეტად ზიარდება. ჩემ არხზე, ჩემი და თქვენი ურთიერთობის ხარისხი, ჩემი და თქვენი ურთიერთობის პატივისცემა, შრომა, რომელსაც თქვენ ასე მიფასებთ და მოკლედ მადლიერების მეტი რა მეთქმის. ასე რომ მადლიერების ნიშნად გიზიარებთ ამ საჯარო გაშლას. საჯარო გაშლა თემა, კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა, ვარიანტი 3 გვექნება. ვარიანტი პირველი, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა, მოდით უფრო დავაპატარავებ ეკრანს და რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. მაგრამ მე მგონი ორ ვარიანტზე მეტი არ გამოგვივა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დასტა არის, არკანები საკმაოდ დიდზე აქვს შესრულებული, ამიტომ იყოს ორი ვარიანტი და ჩავძვრეთ ინფორმაციულად, ასე რომ პირველი ვარიანტი ეს იქნება უნაკიდი, მეორე ვარიანტი იქნება მთის ბროლი. მოდით დავხუჭეთ თვალები, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე, დავინახეთ კონკრეტული ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ ინფორმაცია და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი მინერალი მომენტალურად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და ჩვენ ახლა ვნახავთ, რა ხდება, რა ენერგია აქვს ახლა ამ მომენტში თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რა ენერგიის მატარებელია და რა ხდება მის რეალობაში. ნახოთ თუ მომეცემა საშუალება პროვოკაციულ კითხვებსაც დავსვა. ვარიანტი პირველი, უნაკიდი. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. ადამიანის ჩაფიქრებულ ცხოვრებაში ახლა ხდება მარს თუ ისე ნახეთ ცვლილებები ხდება, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს ცვლილებები მისთვის ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია. ეს ცვლილებები მისთვის საკმაოდ მტკინვეულია, იმიტომ რომ ცვლილებები მოდის გარკვეული იმედგაცრუებების და გარკვეული გულისტკენების ფონზე. მოდით ვნახოთ რა შეედგინა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს ასე განსაკუთრებით გული. პირველი ვარიანტი. რომელ სფეროში ედგინა განსაკუთრებით გული თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს განსაკუთრებით გული ედგინა პარტნიორულ ურთიერთობებში. პარტნიორულ ურთიერთობებში მამაკაცი ჩაიფიქრეთ, ქალი ჩაიფიქრეთ, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორმა, ვისაც თავისიერად თვლიდა ადამიანი, ვისთვისაც ემოციურად გახსნილი იყო. შესაძლოა ეს ადამიანი სხვათა შორის თქვენც იყოთ, მაგრამ რეალურად ადამიანი ახლა განიცდის ერთგვარ სტაგნაციას პარტნიორულ ურთიერთობებში. ადამიანი განიცდის ცვლილებებს ამ სფეროში. მოდით ვნახოთ, რატომ გახდა ეს ცვლილებები საჭირო, რატომ დადგა ეს ცვლილებები. ცით რა არის, არაფერი არ იცვლებოდა. რეალურად არაფერი არ იცვლებოდა და რეალურად აქ იყო მომენტი, როდესაც სხვათა შორის შესაძლებელია მესამე პირების გამოჩენაც ამ ურთიერთობაში. რეალურად არაფერი არ იცვლებოდა, ეს იყო ურთიერთობა, რომელიც ერთ წრეზე ტრიალებდა, ეს იყო ურთიერთობა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩაფიქრებულ ადამიანს ამყოფებდა გარკვეულ ემოციურ ჭაობში. და ეს ემოციური ჭაობი, იცით, შეგრძნება მაქვს, რომ აქ ადამიანს უფრო მეტად
თქვათ არ უნდა დამცველებების დადგომარე, იმიტომ რომ რაღაც დიდ და განსაკუთრებულ სიყვარულზე აქვს საუბარი, არამედ იმიტომ რომ არის ხო ისეთი ურთიერთობები, სადაც ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ სადაც ურთიერთობა არის, მაგრამ თითქოს უფრო სხვის დასანახად, არ ვიცი როგორ გითხრათ, ხო? სხვის როდესაც შორდებიან ადამიანთან ან პრობლემა აქვს და იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ რაღაც პრობლემა ურთიერთობებში და რაღაცები ცუდად არის, არამედ იმიტომ, რომ აი ეხა რო დავშორდე ამ ადამიანს, ხო? ვიღაცა ამას დაინახავს კონკრეტული და ესე იგი გაუხარდება, ანუ ხვდებით, ხო? როდესაც ურთიერთობები, ნებისმიერი ურთიერთობები სხვების დასანახად არის დემონსტრირებული, შესაბამისად მე სხვებისვე დასანახად არ გვინდა რომ ეს რაღაცები არ უნდათ ხო უბრალოდ ადამიანებს რომ ეს რაღაცები მე გამომშხამდეს, ხო? იმიტომ რომ ეს ილუზიების გარკვეული ნიღბები სურებათ ხოლმე, ხო? ამიტომ ყოველთვის უკეთესია რომ არა სხვების აზრებით იცხოვრონ ადამიანები, არამედ საკუთარი ემოციებით, ხო, საკუთარი სურვილებით. ასე რომ აქ მაჩვენებს იმას, რომ რაღაცები არ შეიცვალა, ერთ ადგილზე ტრიალებდა და ეს იყო სიტუაცია, როდესაც წვეთად ეს ურთიერთობა დნებოდა, ეს ურთიერთობა მთავრდებოდა. დიახ, და როგორც გითხარით, არ გამოურიცხავ იმას, რომ აქ შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა ადამიანიც ჩაერთო, მოდი ასე ვთქვათ, ამ სასიყვარულო ჭაობში, რომელშიც თქვენი თვისმიერ შეფიქრებული ადამიანი აღმოჩნდა. ეს როგორც ერთ-ერთი ვერსია, მაგრამ ფაქტია, საერთო მონახაზი რო გავაკეთოთ, ადამიანი განიცდის ურთიერთობებში ამ დისკომფორტს. კარგით, კიდევ ნახოთ, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანების ცხოვრებაში ახლა. ძალიან ბევრი ინტრიგებია, ძალიან ბევრი აგრესია, ძალიან ბევრი კონფლიქტებია. ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა ის ხდება, რომ ადამიანი ყველანაირად ცდილობს გარკვეული მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლებას. გარკვეული მანიპულაციებისგან განთავისუფლებას. ან ესე იგი თავად ცდილობს იმანიპულიროს კონკრეტული ადამიანით თუ ადამიანებით თავის რეალობაში. მიხვდით ხომ, იმიტომ რომ აი როგორი შეგრძნება მაქვს პირველი ვარიანტი, რომ ადამიანმა რაღაცა თავისი შესაძლებლობები, თავისი ავტორიტეტი შესაძლებელია, თავისი ფასი დაკარგა, მიხვდით ხომ? ის რაც მას ეგონა, რომ სხვა ადამიანისთვის ფასეული იყო, საინტერესო იყო, ეს ფასეულობა და საინტერესოობა დაიკარგა. ანუ ადამიანი სულ უფრო და უფრო ტოქსიკური გახდა. და აქ მაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში ადამიანის რეალობაში ახლა ის ხდება, რომ ძალიან დიდი დოზით არის აგრესია, ძალიან დიდი დოზით არის უკმაყოფილება, ძალიან ბევრი უსიამოვნო დიალოგი მესმის ახლა ყურში, ძალიან არასასიამოვნო ტექსტების გაცვლა, გამოცვლა, მიმოწერას ვხედავ ძალიან ინტენსიურს, სადაც ერთი მეორეს არ უსმენს, არამედ უბრალოდ რაღაცა პოზიციებს აფიქსირებს, მიხვდით ხომ? კიდე რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? ხო, აქ რაღაცა სხვა პიროვნებები არიან. სხვა პიროვნებები არიან, ადამიანები არიან, ძალიან იცვლებიან ადამიანები. ერთი ადამიანის ირგვლივ არ ხდება ეს ხო? ანუ პარტნიორული ურთიერთობების ნაწილში გასაგებია, მაგრამ ზოგადად თითქოს ადამიანი ცდილობს ახალი ურთიერთობების დაალაგებას, ახალი ურთიერთობების აწყობას, ძველის რაღაცებით გადაფარვას, ხო, ძველი ტკივილების. მთლიანობაში ადამიანი ძალიან დიდ ორომტრიალშია, აი ამ
ამ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების ირგვლივ, იმიტომ რომ ადამიანი ახლა საშინელ დისკომფორტშია. ანუ ადამიანს არ მოსწონს ახლა რაც მის რეალობაში ხდება, ხო? შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ ადამიანს ხელებიდან სადავეები გაეშვა, მიხვდით ხომ? ან გაეშვა, შესაძლოა თვითონაც გაუშვა, მაგრამ თვითონ რო გაეშვა, მაშინ ასეთი აგრესიული და გაბრაზებული არ იქნებოდა. ასე რომ ის რაც ახლა ადამიანის რეალობაში ხდება, ეს არის კონკრეტულ ადამიანთან პარტნიორულ ურთიერთობებში განსაკუთრებით გარკვეული დისკომფორტი, კონფლიქტი, საქმეების გარჩევა, ურთიერთობების გამორკვევა, ვინ ტყუანია, ვინ მართალია და ყველაფერს და მიუხედავად ადამიანი ცდილობს რომ რაღაცა პოზიცია და სახე შეინარჩუნოს, ხო, მაგრამ ხდება რომ სადავეები გაექცა და ხდება ასევე იმას რომ ნაკლებად მგონია რომ ხდებოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღაცა ალბათ მიახვედრებს რომ მხოლოდ მის ირგვლივ ყველაში არ არის პრობლემა, არამედ კარგი იქნება რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს ხო ადამიანმა, რატომ ხდება მის რეალობაში ასეთი სიტუაციები, ხო, რასაც ნაკლებად გჯეროდეთ, მაგრამ მაინც, ხო? გაგიმშვიდობებით პირველი ვარიანტი, ესეთი ამბებია. თქვენთან, მეორე ვარიანტი, მთის ბროლი ვინც არჩია, რა ხდება თქვენთან ჩაფიქრებულ ადამიანის ცხოვრებაში და პირდაპირ კოშკი ამოვიდა. კარგი არაფერი არ ხდება, ხო, ამ შემთხვევაში. კარგი ნამდვილად არაფერი არ ხდება, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი საშინლად გაღიზიანებულია, საშინლად გაბრაზებულია, რას ეხება ეს? რას ეხება ეს? ნახეთ, ადამიანი ვერ იწყებს ვერაფერს ახალს. რასაც ეჭიდება, ვთქვათ, ახლის დაწყების სურვილით, ხო, სიახლეში გადასვლის სურვილით. ერთ-ერთი შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი არ უსმენს საკუთარ თავს, ადამიანი არ უსმენს საკუთარ სურვილებს, თითქოს ადამიანს უნდა უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ფინანსები, უკეთესი ბიზნესი სიტყვაზე, ხო? ან უკეთესი საქმე, მაგრამ ადამიანი სავსეა შიშებით, იმიტომ რომ ადამიანის აზრებზე ზემოქმედებენ და შესაბამისად ამიტომ ხდება მის თავში ეს ყველაფერი, ხო? მთლიანობაში ძალიან გაღიზიანებული ენერგიები მოდის, გაღიზიანებული უკმაყოფილო ენერგიები მოდის. კიდე რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? ხვლების დედოფალი, თასების მეფე, თასების რაინდი. ხო, გეუბნებით, ესენი რაღაცა იცით რა არის შემოძვირფასება? აქ დასტა და დამივარდა და გაიშალა ჩემს ფეხებთან. დამელოდეთ? დიახ, ვაგრძელებ. დასტა, ესე იგი, გამექცა ხელებიდან. მოკლედ. ნახეთ, მეგობრებო, პრობლემა რაში არის? ამ ადამიანში, ხო, ვისაც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, ხო, და გაინტერესებთ რა ხდება მის რეალობაში. ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი ადგილი იპოვოს ამ სამყაროში. აი, რაღაცნაირად იპოვოს თავისი ადგილი. უბრალოდ ერთადერთი მომენტი რა არის, იცით აქ, რომ ზედმეტად არასწორი ადამიანები ყავს გვერდით. ეს ერთი და ეს არასწორი ადამიანები, რომელსაც შესაძლოა ეჯეჭვებოდეს გარკვეული შთაბეჭდილებები და წარმოდგენები იქმნებოდეს, ხო, მის გონებაში ამ ადამიანების შესახებ, ხო, ადამიანები უცრუებენ ძალიან იმედს. ეს შემიძლია გითხრათ, ანუ ადამიანი თითქოს უფრო მეტად მსხვერპლია, იცით რისი, აი ხშირად ვკითხულობ კომენტარებში, იცით როგორ რაღაცას, აი ჩვენ ხო ქართველები ვართ, ჩვენ ხო აი გული უნდა ამოვიღოთ და უნდა მივცეთ სხვას და უნდა ვაპატიოთ და ერთი ლოყა უნდა, აი რაღაც ჯიგრული იდეოლოგიები და რაღაცა შაბლონები, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რომელიც აი
ქართველობა რაღაცა კაი ტიპობა, კაი რაღაცა, მაგრამ ამ დროს რო შიგნით სიბრაზეებს აგროვებ ამ ყველაფერში მიხვდით, ხო? ანუ იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას, იმიტომ რომ ხალხში კაი ტიპი გამოჩნდე, იმიტომ რომ ვიღაცის თვალში ჯიგარი აღმოჩნდე, ხო? რაღაცებზე ხუჭავ თვალს ამ დროს, ძალიან ხუჭავს მეორე ვარიანტი თვალს, იმაზე რომ არაერთხელ უღალატეს, არაერთხელ ჩამოემსხვრა შაბლონები, არაერთხელ ჩამოემსხვრა წარმოდგენები ადამიანებზე, მაგრამ მაინც რაღაცა მიუხედავად, როგორი ჯიგარი და კაი ტიპია, რომ მაინც რაღაცა ესეთ რაღაცეებში ადამიანი და ადამიანი სანამ არ მიხვდება, რომ ეს როგორც იტყვიან, გოიმური ვთქვათ იდეოლოგიები გვერდზე უნდა გაწიოს და ცოტა უფრო მეტად საზღვრებით დაალაგოს საკუთარ შემოქმედებით ენერგიასა, დროსა, პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება ეს თუ კოლეგიალობას ეხება თუ ნებისმიერ ურთიერთობას სადა ადამიანებს შორის უნდა დადოს ეს საზღვარი და ყველას უნდა მისცეს იმდენ, რამდენსაც იმსახურებენ და პირიქით, მაშინ შეიძლება ამოისუნ თქოს, მაგრამ სანამ ადამიანი ეს რაღაცა ჯიგარი ტიპის როლშია, აბსოლუტურად ილუზორულ როლშია, ხო? ექნება აღმაფრენები, მაგრამ ძალიან მძიმედ დაენარცხება, ხო? ანუ საბოლოო ჯამში პრობლემა იმაში, რომ ადამიანი სანამ საჭიროა, იქამდე გამოიყენებენ და როდესაც საჭირო აღარ იქნება, მერე ისე მიაგდებენ, როგორც დაუბარებია და შესაძლებელია ეს ერთგვარი კარმული, ესე იგი, გაკვეთილებიც არის ადამიანისთვის და თვითონ შესაძლებელია მოექცა სხვა ადამიანებს ან სხვა ადამიანს ასე და შესაბამისად მასაც ასე ექცევიან, ხო, იმიტომ რომ რეალურად ასეთი ტიპის ადამიანები ყოველთვის გარეგნულად ცდილობენ, რომ ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ შიგნით აბსოლუტურად საპირისპირო ხდება მათ რეალობაში. აი ესეთი რაღაც არის მეორე ვარიანტი, ესეთი ზოგადი მონახაზი, რაც ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში. ამოიცანით, მაინტერესებს თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და მისი ავნებათა ღელვები და განწყობები, მე კი დაგემშვიდობებით შემოწურფასებო, საუკეთესო სულელები, ჩვენ სულს უმალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.